მარწყვის ტორტი, რომელიც ყველას გამოუვა. ინგრედიენტებისთვის ლიბრეში შევიარე, სადაც დამხვდა ხილბოსტნეულის მრავალფეროვანი არჩევანი და რა თქმა უნდა მარწყვი წამოვაყოლე. საოცარი შიფონის ბისკვიტი უნდა მოამზადოთ და ინგრედიენტების სუსტი წონა აუცილებელია, ამიტომ სასწორი თუ არ გაქვთ სახში აუცილებლად უნდა შეიძინოთ. კვერცხის ცილას და გულს გაცალკევება არ სჭირდება, უბრალოდ შაქართან ერთად უნდა ავთქვათ, სანამ ფუმფულა მასას არ მივიღებთ. დავუმატებთ ვანილს, დავაცრით ფქვილს, გამაფხვიერებელს, ბოლოს კი მოასხამთ ზეთს და ფრთხილად ხელით ამოვურევთ. ვაწყობთ ცხიმწასმულ ფორმაში 160 გრადუსზე. მოხარშული კრემის რეცეპტს კი დაძრულებით ვიდეოს აღწერაში დაგიტოვებ. ხშირ შემთხვევაში კრემი, რომელსაც ცალკე ამოყვანილ კარაქს უმატებთ, მაცივარში დაყოვნების შემდეგ სტრუქტურას კარგავს. ამიტომ კარაქს ცხელში ვამატებ. აი ამ ხელსაწყოს დახმარებით ბისკვიტი ძალიან ლამაზად გავჭერი შუაში და რადგანაც სახლური ტორტის მომზადება გადავწყვიტე და დასანამი სიროფისთვის მარწყვი დავშაქრე. მოხარშულ კრემს ათქვაფისას აუცილებლად ვამატებ ნაღებს და არ დაგავიწყდეთ, რომ ორივე ინგრედიენტი აუცილებლად უნდა იყოს ცივი. შეგიძლიათ კლასიკურად სიროფი გამოიყენოთ დასანამად ან ჩემსავით. დაშაქრული მარწყვი დააბლენდეროთ. რა თქმა უნდა, შიგთავსისთვის გამოვიყენებ ბლომად მარწყვს და ავაწყობ ტრადიციულად, შემდეგ კი დავაყოვნებ მაცივარში, რომ დასტაბილურდეს. ჩვენი ტორტი უკვე დასტაბილურდა მაცივარში და ახლა მოვთავ ძალიან მარტივად. აი ესეთი საოცარი გამოგვივიდა, უნაზესი და უგემრიელესი. თუ მომზადებას გადაწყვეტ, არ დაგავიწყდეს, რომ ყველა საჭირო პროდუქტს სხვაზე იაფად ლიბრეში შეიძენ.